ილია კაპანაძე შესაძლოა სოფელ ფლევის რწმუნებულის თანამდებობაზე აღარ დაინიშნოს. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია დიას ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც კაპანაძეს საკუთარი ნათესავებით აღლითობაში ადანაშაულებენ და მისი თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიან. ამ ეტაპზე კაპანაძის კანდიდატურა სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე არ განიხილება. მიზეზი კი ისაა, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არც ერთი ახალი რწმუნებული არ არის დანიშნული. წარდგენილები არიან რასაკვირველია, თუმცა დანიშვნა ჯერ არ მომხდარა და ძველი რწმუნებულები აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება ბატონი კაპანაძის საკითხს, იმის გამო, რომ ამ ფაქტზე, არაპიროვნებაზე, მაგრამ ფაქტზე აღძრული არის გარკვეული საქმე და სამართალდამცავი ორგანოები არიან დაინტერესებული, ამ ეტაპზე მისი კანდიდატურის განხილვა არის შეჩერებული და შესაბამისად ძველი რწმუნებული გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას, სანამ გაირკვევა მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხი. შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის რწმუნებულების კონკურსი ჩატარდა. ახალდანიშნული რწმუნებულები საკუთარი მოვალეობის შესრულებას კვირის ბოლომდე შეუდგებიან, ხოლო სოფელ ფლევის რწმუნებულის მოვალეობას მოქმედი რწმუნებული შეასრულებს.